YouTube-ზე რო თქვი კიდე, ყველას production-ები ყავს. არა, ბობაზებს დავთვალოთ, ნებისმიერი YouTuber-ი თქვი, მე არ ვიცი რომ ეს ცუდია, კაცო, პირიქ, მაგრამ ასწორებს მაგაზე ფიქრობდი მეც რა და რაღაც პონჩი ცუდი არის რა. ოღონდ რა არის ცუდი, ნახე? ახლა YouTuber-ობას ვინც იწყებს, ბოლო 1-2 წელი ალბათ. მარტო კაცი არ იწყებს რა. იწყებს რაღაცა სტუდიო, production-ი, რაღაცა სიტყვებს იყენებენ კიდე რა, სულ ეგეთი ახები იქნება რა. რომელსაც ერთი 6-7 ადამიანია ხოლმე. ხო და ყველა ეგეთი ჩენელი იქნება და ინსპირაციას მე როგორც ვთქვი, იღებენ საიდმენებისგან, ან Mr. Beast-ისგან და ეგ ორი YouTube არხი არის საქართველოში პოპულარული ისეთ ტიპებში, ვინცაც უნდა YouTuber-ობა დაიწყოს. და სულ რაღაც დიდ ქრიუსთან, ბევრ ხალხთან ერთად იწყებენ რა და ეგ ცოტათი მაწუხებს, იმიტომ რომ ეგეთი არხები წარმატებისთვის განწირული არ არის. ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში არ მუშაობს. ჯერ იმიტომ რომ როცა არხზე 7 ადამიანია, full time job-ი ვერ გახდება შენი YouTuber-ობა, იმიტომ რომ 6 კაცს მარო თავი ირჩინავს, მაგდენი შემოსავალი ჯერ არ არის YouTube-ზე. ისედაც ეგეთი პროექტები მუშაობს ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანებს, ვინც ახალ production-ს თუ რაღაცა ეგეც იწყებს, ვინც მანამდე ინდივიდუალურად ისედაც ცნობილი იყო რა, რო იყო საიდმენები, მაგალითად, ყველას მილიონზე მეტი გამომწერი ყავს ისედაც, ვინც მანდ არის, ეგ არის უბრალოდ საერთო პროექტი, საიდანაც მეტი ფული რო იშოვონ, დაახლოებით ეგეთი ფონდი. Mr. Beast-ს რაც შეეხება კიდე მანდ მე მგონია 50 კაცი მუშაობს. თუ მეტი არა და Mr. Beast-ი კიდე საერთოდ განსხვავებული кейსია, ცალკე გენიუსია ეგ ტიპი, მაგრამ YouTube OG YouTuber-ული ტიპი არ არის საერთოდ. იყო ეგეთი და მიხლა როგორ უნდა იშოვოს ბევრი ფული და უბრალოდ შოულობს. როცა ადამიანს უნდა YouTuber-ობა დაიწყოს, ეგ არასწორი გზაა, პირდაპირ მაგით რო იწყებ. იმის ახსნა მინდა რომ YouTube-ზე რო იწყებ მოღვაწეობას, YouTuber-ობა არაფერია გარდა იმისა, როგორი ურთიერთობა გაქვს შენ გამომწერებთან, ანუ შეგოს ტიპს. ხო, მესმის ბაზარი.